შოკოლადი, რომელიც აქამდე ყოველდღიური მოხმარების პროდუქტად მიიჩნეოდა, შესაძლოა უახლოეს მომავალში ფუფუნების საგნად იქცეს. სასურსათო ბაზარი სტრუქტურულ კრიზისს განიცდის. 2026 წლის აპრილის მონაცემებით ნიუ-იორკის ბირჟაზე კაკაოს ფიუჩერსებმა რეკორდულ $10,000 ნიშნულს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი ბოლო 2 წლის დინამიკაში თითქმის გასამაგებულია, რამაც ნედლეული ბაზარზე ოქროზე უფრო მოთხოვნად აქტივად აქცია. ანალიტიკოსების თქმით, ფასების ასეთი ნახტომი დასავლეთ აფრიკაში ზედიზედ მესამე წელია მოსავლის დეფიციტმა გამოიწვია. დეფიციტის მთავარ მიზეზად კლიმატური ფენომენი ელ ნინიო სახელდება. კოტ-დიუვარსა და განაში, სადაც მსოფლიო კაკაოს 60% იწარმოება, ექსტრემალურმა სიცხემ მოსავალი მინიმუმ 25-30%-ით შეამცირა. JP Morgan-ის უახლესი ანგარიშით, მიწოდების წყვეტა 2026 წლის ბოლომდე შენარჩუნდება, რაც ბაზარზე ეგრეთ წოდებულ პანიკურ ყიდვას და ფასების შემდგომ გაზრდას განაპირობებს. შექმნილი რეალობა გლობალურ ბრენდებს სტრატეგიის შეცვლას აიძულებს. მაგალითად, ჰერშიმ ინვესტორებს უკვე აცნობა, რომ აქცენტს ისეთ პროდუქტებზე გადაიტანს, რომლებიც ნაკლებ კაკაოს შეიცავს, როგორებიცაა მაგალითად კარამელი და ორცხობილები. პარალელურად მწარმოებლები სულ უფრო ხშირად მიმართავენ შრინგფლაციას, ანუ ამცირებენ პროდუქტის წონას, რათა მომხმარებლისთვის საბოლოო ფასი თაროზე უცვლელი დარჩეს. ინდუსტრიის ლიდერმა ბერი ქელბაუთმა ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით უკვე დაიწყო მასშტაბური რეორგანიზაცია. გეგმა გლობალური პერსონალის 18%-ით შემცირებასა და რამდენიმე საწარმოო ხაზის დახურვას ითვალისწინებს. ეს ნაბიჯი პირდაპირ პასუხია ნედლეულის გაძვირებაზე, რამაც კომპანია აიძულა საოპერაციო ხარჯების დასაზოგად რადიკალური ზომებისთვის მიემართა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შოკოლადი უახლოეს პერიოდში მასობრივი მოხმარების პროდუქტიდან ლაქშერი კატეგორიაში გადაინაცვლებს. ნედლეულის სიმცირე დარგის სრულ ტრანსფორმაციას იწვევს, სადაც ბაზრის სტაბილიზაციის მოლოდინი სპეციალისტების შეფასებით მხოლოდ მომდევნო წლიდან არის მოსალოდნელი, როდესაც ბაზარზე ახალი მოსავლის პირველი შედეგები გამოჩნდება.